ვარიკოზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი ლაზერული აბლაცია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით, შესაბამისად ის არის უმტკივნეობა. ვარიკოზის მკურნალობის შემდეგ ხელახლა გაჩენა ვარიკოზული ვენების შესაძლებელია, თუმცა ლაზერული აბლაციის შემდეგ რისკი რეციდივის თავიდან გაჩენის არის 2-3%, რაც დიდად განსხვავდება ქირურგიული სხვა მეთოდებისგან, რომელთა შემდეგ რეციდივი სხვა ქვეყნების მონაცემებით გვაქვს 15-დან 70%-მდე. ლაზერული აბლაცია კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით და განაკვეთების გარეშე. ის არის ამბულატორული მეთოდი, ესე იგი პაციენტი პროცედურის შემდეგ მაშინვე ტოვებს კლინიკას. შესაბამისად, პროცედურის შემდეგ რეაბილიტაცია არ გვჭირდება, არ გვაქვს შეზღუდვა შრომის უნარიანობის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს.